გავარდა ჩვენს უკან მოსჩანს ქართლის დედა, რომელიც რამდენადაც მე ვიცი თქვენი პირველი ნამუშევარია. დიახ, ეს ნაწარმოები შეიქმნა თბილისობის 1500 წლისთავის ზეიმის დღეებში. მაშინ მე ვიყავი 27 წლის. ეს გაჩნდა ღრმაძილის პერიოდში, ეტყობა ეს სიზმარიც იყო. ღამის 5 საათზე მე წამოვდექი, ლოგინდა, დედას მეგონა რომ ცუდად გავხდი. მაგრამ ნაუთხარი ყველაფერი კარგად არის, ნუღელავ, ავიღე ქაღალდი და ჩანაფიქრი ეს ესკიზი რომელიც მე წარმოვიდგინე, მე გადავიტანე ქაღალდზე. რა თქმა უნდა, იმ ღამეს ცეცხლად გავათენე, მაგრამ დილით უკვე მე გამოვძერწე პატარა მოდელი. და კიდევ მეორე ძეგლი, თბილისის სიმბოლოდ ქცეული ასევე ვახტანგ გორგასალი, რომელიც თქვენ გეკუთვნით. ვახტანგ გორგასალი დაიდგა 67 წელს. მე მინდა შევახსენო ჩვენს მაყურებელს, რომ თქვენ საპატიო თბილისელი გახდით საკმაოდ დიდი ხნის წინ და იყო საპატიო თბილისელი, ეს ალბათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა. და მოგეხსენება თბილისს აქვს თავისი კოლორიტი, თავისი განწყობა, თუ სხვა ის აქვს ტრადიციების, თუმცა მასპინძლობის და ყველაფერს ამას თუ შენ უგებ მხარს უბავ და ამავე დროს შენ არ ახარ უსახმო, რაღაცას აკეთებ. რაღაცას მნიშვნელოვანს, მაშინ რა თქმა უნდა ღირსი ხარ რომ შენ იწოდებოდნენ თბილისელად და არ არის შემდეგ შორი გზა საპატიო მოქალაქეობამდე. თბილისობის დღეებში მეფე ფარნავაზის ადიდებლად საზეიმოდ გაიხსნა მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელის ნამუშევარი. ბატონო ელგუჯა, რამდენიმე წუთის წინ გაიხსნა თქვენი შესანიშნავი ძეგლი. პირველ რიგში რა თქმა უნდა გილოცავთ. და როდესაც მე წეღან თქვენ გიყურებდით, აი თქვენი სახე იყო ძალიან შთამბეჭდავი. რა სიგრძნობდით იმ წუთებში? ალბათ უპირველეს ყოვლისა ნერვიულობა იქნებოდა გარკვეული. რა თქმა უნდა ვღელავდი, ვინაიდან იხსნებოდა ძეგლი, ფარდა იხსნებოდა, ნაწარმოებს რომელზეც უკვე თითქმის 20 წელია ფიქრობდი და ფიქრობ. მაგრამ ამ ღელვას არ ვიცი ესეც შენიშნე თუ რა ახლა შინაგანი სიხარულიც. რადგან მაინც ყველაზე კარგად მშობელმა იცის თავის შვილის ღირსება. მე ამ ნაწარმოებს არ დავაკეთე არაფერი, რაც შემეძლო.